ხო, მე ბატონი ზაური პასუხებს ყველა დავინ. ხო, კი ბატონო, კი. მოგესალმებით. ჩვენ წარმოვადგენთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა და საზოგადოების წარმომადგენელთა კოალიციას. მოგეხსენებათ თუ როგორი დღე არის ხვალ 27 სექტემბერი ყველასათვის მთელი ქართული საზოგადოებისათვის აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისათვის ძალზედ მძიმე ტკივილიანი დღე. ამ დღეს უკვე 21 წელია ფაქტიურად აღნიშნოთ და მინდა რომ ერთი 2-3 სიტყვა სანამ ძირითად მიმართვას გავაკეთებ და გავაჟღერებდეთ, რომელიც წერილობით არის, აღნიშნოთ ეს. მოვიგონოთ, გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, ახალგაზრდა, შუახნის, ჭარმაკი, ძველი თაობის წარმომადგენელი, ვინც თავი შესწირა ამ ომს. ფაქტიურად ჩვენ ვიტყოდით ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს არ არის პათეტიკა და რაიმე ზედმეტი გადამეტებული სიტყვები, არამედ რეალურად ასეა. ჩვენ ყველა შევცდით, აფხაზი ადამიანი შეცდა, ქართველი ადამიანი შეცდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა გარე ძალებმა. ჩვენ ყველა არ გავაკეთეთ სათანადო ანალიზი და ამას გულის ტკივილით აღნიშნავთ. და ეს 27 სექტემბერი არის ფაქტიურად ფინალი აი სისხლიანი დაპირისპირებულობისა, რომელიც 92 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო და გოლგოთის გზას შეუდგა 100,000-ობით აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ეროვნების ადამიანი. ამით არავის არ მოუგია, ყველამ წააგო. ამიტომ ჩვენ ქეთს ვიხვრით დაღუპულთა წინაშე, მაგრამ ამავდროულად რომ არ განმეორდეთ, სულ მხოლოდ არ ვიყოთ იმ რეჟიმში, რომ მხოლოდ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ჩვენს იმ ადამიანებს, ვინც თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე დასდეს ამ საქმისათვის, ჩვენ ზუსტადაც მათი ხსოვნის წინაშე ვალდებულნი ვართ, სულ სხვანაირად შევხედოთ ამ პრობლემას და არა მხოლოდ ვიხსენებდეთ მათ, რომელიც სამარად ჟამოა, მათი ხსოვნა, არამედ შევთავაზოთ რაიმე სრულიად ახალი, ჩვენ თვითონ გავხდეთ კონსოლიდირებულნი და როგორც დევნილი საზოგადოების წევრები, ნებისმიერი საზოგადოების წევრი, ჩინოსანი, გავხდეთ ერთიანი კონსოლიდირებულნი და გამოვნახოთ გზა შერიგებისა, შვიდობიანი შერიგებისა. ახლა კი ნება მოგვეცით გაგაცნოთ ის მიმართვა, რომელზედაც დასაწყისშივე მოგახსენეთ. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი პრესკონფერენციის ჩატარება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ძალზედ გვაღელვებს ის დესტრუქციული საქმიანობა, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში ეწევიან ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერები და ასევე მის ორბიტაზე მოქცეული სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რიგი არასამთავრობო გაერთიანებები, ცალკეული მოქალაქეები. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ყველანი ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ და საჭიროდ არ მიგვაჩნია ქვეყნის მოქალაქეების დაყოფა დევნილებად და არადევნილებად. სამწუხაროდ, ზოგიერთი აშკარად უმართებულად ფიქრობს, რომ დევნილთა პრობლემები მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის და უპირველესად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმეა. ქვეყნისათვის სასიკეთო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი, გონივრული მსჯელობისა და ურთიერთთანამშრომლობისათვის კონსტრუქციული გზების ძიების ნაცვლად, ადამიანთა ეს ჯგუფი დევნილთა ინტერესების დამცველს აფარებული უკავშირდება სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკური ხოლგის ქვეშ წლების განმავლობაში მოკალათებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტიებს და რევანშისა და დესტრუქციისაკენ შემართულ ძალებთან ერთად ლანძღვა მუქარითაა დაკავებული. ჩვენ გვახშფოთებს ის, რომ ეს დამანგრეველი პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშის განხორციელებას და დიდი არეულობების ხარჯზე კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, დევნილ საზოგადოებაზე ზემოქმედების არანაირ მექანიზმს არ ერიდება. ასევე დესტრუქციული და არასახელმწიფოებრივია მათი მიდგომა კონფლიქტების მოგვარების საკითხთა მიმართ. აშკარად იკვეთება, რომ ეს პროცესი ქვეყნის დესტაბილიზაციისაკენ არის მიმართული. თამამად ვაცხადებთ, რომ დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის ფუნქციონირების პოლიტიკური იურიდიული საფუძვლების განხილვა ანალიზის თემა ძალზე ფაქიზი, სათუთი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და მასზე მსჯელობისას აუცილებელია უდიდესი სახელმწიფოებრივი ხედვის გამოვლენა და სწორი ორიენტაცია. ამ საკითხის სასხათაშორისოდ გაუაზრებლად ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დევნილ საზოგადოებასთან შეუთანხმებლად სამჟავროზე გამოტანა აშკარად საფრთხილოა. ჩვენ უფლება არ აგვაქვს გავაჩაღოთ დევნილი საზოგადოების კონსოლიდაციისათვის ხელის შემშლელი და შიდა დაპირისპირებულობის კერა. ამავდროულად ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანობის მომთხოვნი, როგორც ცენტრალური, ასევე დევნილი სახელისუფლო ორგანოების მიმართ და გამუდმებით
საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში მოვითხოვოთ მათგან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, უფრო ქმედითი და შედეგიანი საქმიანობა ყველა მიმართულებით, რათა მოხდეს სასიკეთო და ყველა ჩვენთაგანისათვის სასურველი ძვრები კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია დევნილი სახელმწიფო სტრუქტურები დაკომპლექტებული იყოს საუკეთესო პროფესიონალებით, ჭეშმარიტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებით. ასეთები კი დევნილთა რიგებში საკმაოდ არიან. აუცილებელია მათი დროულად წარმოჩენა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება, რაზეც პირველ რიგში ისინი უნდა ზრუნავდნენ, რომლებიც ხელისუფლებაში მართვის ბერკეტებს ფლობენ. წესიერება, სამართლიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი უნდა იყოს თითოეული დევნილი ჩინოსნის დევიზი და განწყობა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საამისო სურვილი და სწრაფვა პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში როგორც იქნა დავინახეთ აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში, რაც დასტურდება დევნილთა დასაქმების, მათი ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსასწორებელი და დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრია, აფხაზეთის მთავრობა უკვე არ არის კარჩაკეტილი. შეუღწევადი სტრუქტურა უმწეო, გაჭირვებული დევნილებისათვის. გახშირდა ადგილებზე ჩასვლები, გაჩნდა დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის რეალური სურვილი, რაც თავისთავად იმედის მომცემია. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ჩაფიქრებული აქვს კიდევ ერთი, არც თუ უსაფრთხო საკითხის პროვოკაციულად წამოწევა. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჩვენ დევნილები ვიყავით და ვართ ჭეშმარიტი აფხაზები, ხოლო აფხაზებად წოდებული ადამიანები ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული სხვა ეროვნების ხალხია. მათი აზრით აუცილებელია ამ საკითხის აქტუალიზაცია. ამ პათოსით ხვდებიან ისინი მოახლოებულ ტრაგიკულ თარიღს, 27 სექტემბერს. განზრახული აქვს დევნილთა თავშეყრის ორგანიზება სახელწოდებით აფხაზთა კრება. რატომ დაგვავიწყდა, რომ ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკითხებში ორივე ერისათვის სწორედ ამ ტიპის უაღრესად მტკივნეულმა წიაღსვლებმა მოგცა ის, რაც გვაქვს დღეს, მტრობა, დაძაბულობა და ურთიერთობების გაცივება ჩვენს ხალხებს შორის? დღეს თანამედროვე ინფორმაციული თავისუფლების პირობებში, როდესაც იქ, აფხაზეთში, ცნობები ჩვენში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენის შესახებ მყისიერად ვრცელდება, განართული ამოსაცნობია, როგორი რეაქცია მოყვება იქაურ საზოგადოებაში ამ ყოველივეს? წაადგება ეს იმ დიდ საქმეს, რომელსაც აფხაზეთში ქართველების თუ აფხაზების საქართველოში დაბრუნება ჰქვია? პასუხი ერთნიშნულოვანია. რა თქმა უნდა, არ წაადგება და დიდადაც დააზიანებს. ცხადია, რომ ეს პროვოკაციული გადაწყვეტილება უშუალოდ მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის წინააღმდეგ და შესანიშნავად თავსდება ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი შეტევის ჩარჩოებში. ამ კუთხით და ამ ჭრილში საკითხის ავტორების ამგვარი განზრახულობა ვაფიქრებინებს, რომ ისინი შერიგებაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის საშუალებებზე ნაკლებად ფიქრობენ, ან მიზეზთა გამო უკვე არ ცურთ დაბრუნება და სხვებსაც უჭირიან დასაბრუნებელ გზებს. ყოველივე ეს სხვა არაფერია, თუ არა მკაცრად დასაგმობი, უკიდურესად პროვოკაციული მიზანდასახულობა. დევნილთა აბსოლუტურ უმრავლესობას, თუ ყველას არა, კარგად აქვს გათავისებული, რომ ამ ძალების მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული პირის ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკურ რევანშზე ორიენტირებული იდეების გავრცელებაში. და ბოლოს, ჩვენ, დევნილები, თუ კი დავინახავთ, რომ ჩვენს ამდენწლიან ოფცნებას, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას, კვლავ ემუქრება საფრთხე, ბოროტად ებრძვიან ქვეყანასა და არჩეულ ხელისუფლებას, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ჭეშმარიტი, შეგნებული მოქალაქეები, ხმას ავიმაღლებთ და საქვეყნოდ დავაფიქსირებთ ჩვენ სახელმწიფოებრივ პოზიციას. ყოფილიყავით ღვთისშემწეობისა და მფარველობის ღირსი. აი ეს არის უფასო მეგობრებო, ის განცხადება, რომლის გაკეთებას ჩვენს კოალიციას უნდა 27 სექტემბერთან, მოახლოებულ 27 სექტემბერთან დაკავშირებით. თქვენი იქნება შეკითხვა. დიახ. აი რო გადავწეთ კარგი. ბრძანეთ, ბატონო. მოძრაობის ეს ლაპარაკობს ის არის კარგია. მოძრადი. თქვენი კოალიციის წევრი. სტრიკერი. ვაწმოსილი აფხაზეთის წარმომადგენელი დევნილი ადამიანი ბატონი ზაურ ბედია, რომელსაც სრულად გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ მთელი საქართველო იცნობს. პირველ რიგში მინდა მოგისალმოთ შემოკარგებო. ხვალინდელი დღე 27 მოგვაგონებს ძალიან მძიმე დღეს. ეს ჩატეხილი ხიდი დღემდე არსებობს და
ყველა ჯანმრთელ მოაზროვნე ქართველმა თუ არა ქართველმა საქართველოში მასწავლებელმა და აფხაზეთში კერძოდ მასწავლებელმა ყველამ უნდა მოვიდეს გონს და გადაწყვიტოს ისე რომ არ გავაგრძელოთ ის გზა რაც მაშინ მოხდა 91-12 წელს. ერთადერთი გამოსავალი ის არის რომ მხოლოდ და მხოლოდ სახალხო დიპლომატია, სიყვარული, ურთიერთგაგება. მე მახსოვს კარგად რა მოხდა 92-ში, როდესაც თბილისიდან უბრძანებდნენ ჩვენს დეპუტატებს რომ ბოიკოტი და ურთიერთგაგება არ ქონდათ აფხაზებთან, ურთიერთ ასეთი მიდგომა და ხალხზე არავინ არ ფიქრობდა, ფიქრობდნენ მარტო თანამდებობაზე და ფიქრობდნენ მარტო სკამზე, ისინი კი დღეს ხმას იღებენ ისევ და ისევ აგრძელებენ ისეთ ბინძურ ხერხებს, რასაც ჩვენ უწოდებთ არაეროვნულს, არასახალხოს, არაქართულ პოზიციას. მე არ მინდა ახლა დავასახელო და მოვუბრუნდე იმას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს ლიდერომანია, პირველომანია, თავარია, რომ ხალხზე იფიქრონ იმაზე, როგორ დავბრუნდეთ, ყველას აქვს ყავს აფხაზეთში მეგობრები, ამხანაგები, ნათესაები, აუცილებლად არის საერთო კავშირი მაგათთან, დაურეკონ და კიდევ ვიმეორებ, ერთადერთი გზა არის ეს არის სახალხო დიპლომატია და მე პირადად მოუწოდებ იმ ხალხს, ვისაც დღეს ისევ წყურია ის სისხლისღრა, ისევ წყურია ის ომი, რაც ჩვენ გადავიტანეთ და რაც ჩვენ გავიარეთ ისეკლიანი გზა, მოუწოდებ რომ ნუ დაადგებიან ასე გზას თუ არა, მთელი ერი დადგება მაგათ წინააღმდეგ. ერთი რამ უნდა გითხრათ, ჩვენმა კოალიციამ, ჩვენმა საზოგადოებამ გვეგონა მართლა რომ პიროვნულად ჩვენ არავის არ უპირისპირდებით. პოლიტიკა იყო ისეთი, ეს იყო ჯერ შევარდნაძის დროს, მერე კი სააკაშვილმა თლა დაანგრია, ეს ჩვენი დეპუტატები იქიდან გამოყარა, ტელევიზია აკრძალა და რა დღეს დაგვაყენა, ყველა კარგად ხედავთ. ჩვენ აღვადგინეთ ტელევიზია, ჩვენ საერთო კონსოლიდაციას მივახციეთ ჩვენს ხელისუფლებასთან, კერძოდ ბატონ ყოლბაიასთან და სხვებთან მივახციეთ იმას, რომ ჩვენ არ ვამტრებთ იმ ღია კარს, შევედით, შევისწავლეთ სამზარეულოში და სამზარეულო რის შესაძლებლობა ჰქონდათ აქ დაგესახლა ბატონ მერაბიმ და თქვა, ამიტომ ჩვენ ვადგებით იმ გზას, რომ ის რაც მოხდა 27-ში 93 წელს ის არ უნდა განმეორდეს. კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად ჩვენ უნდა მონახოთ საერთო ენა ჩვენს მეგობრებთან, აფხაზებთან და სიყვარული ერთადერთი გზა, ერთადერთი ეს არის გზა, სიყვარული და საერთო ენის მონახვა ჩვენ აფხაზებთან ერთად. მე მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ დამშვიდდეთ, ჩვენ ერთმანეთთან მომნახოთ საერთო ენა, ხელისუფლებას, აფხაზეთის ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთოდ ერთად ჩვენ რო ვიქნებით, მაშინ იქნება ისეთი მომავალი ჩვენი მომავლის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რასაც მე არ გაიხსენო იმათმა რა მამები და რა პაპები ყოლია. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომა, რაც შეცდომა დღემდე მოდის და მოდით გავანალიზოთ ყველაფერი და დავდგეთ სწორ გზაზე. ეს არის ჩემი მოწოდება. არის დრო კიდევ ბატონო გახარ. ვიცი ყველაფერი. ცვლილებები რა გაქვთ ხედველობაში, რასთან მერაბის უნდა ებასო. ხო, ბატონ მერაბი, აბა მოგზანდით. დიდი მადლობა შევუკაცრავად ბატონო გახა. როდესაც ბატონმა ზაური ბრძანა ცხადი იყო და გასაგები იყო თუ როგორი გულიდან და სულიდან ამოსული საზოგადოებრივი ჩვენი დევნილის საზოგადოებრიობის და არა მარტო დევნილის
საუკეთესო წარმომადგენლის გულიდან ამოხეთქილი სიტყვები იყო ეს, როდესაც საუბარი არის კონსოლიდაციაზე, ერთმანეთის გაგებაზე და ასე შემდეგ. აქ ერთმანეთის გაგება ზოგიერთი ისე გებულობს, როგორც თვითონ უნდა და საერთოდ ჭრის და კერავს ისე, როგორც უნდა. ჩვენ ვართ დევნილი ადამიანები, სოციალური სტატუსით დევნილი ადამიანები ვართ, საზოგადოების რიგითი წევრი, უმუშევარი და უშუალოდ მუშა, მოვაჭრე თუ ასე შემდეგ, თუ ჩინოსანი. ასე გვესმის ჩვენს პრობლემა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ დაუშვათ სახელმწიფო სტრუქტურების, როგორც საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები წლების განმავლობაში აც განსვენებულია და საერთოდ არ იტყვიან, რომ თითქოს და არაფერი, მაგრამ პოლიტიკურ პროცესების დროს იტყვიან და შევარდნაძის დროიდან დაწყებული სააკაშვილის პირობებში თუ როგორ ესე იგი ფაქტიურად ყველაფერი ერთი დიქტატის ქვეშ იყო მოქცეული. ძალიან კარგად ვიცით, რომ შესაძლოა ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობასაც შესაძლოა უფრო აქტიურად და ქმედითად ემუშავა და ემოქმედა ვიდრე დაუშვათ და იყო, რაც გავიდა, მაგრამ ვიცით ხელისშემშლელი ფაქტორები რომელი იყო. და მე ერთი პიროვნება, რომ ვერაზოს ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რამენერა თქვა, რომ მორალურად ვინმეზე უკეთესი ვარ, ან მაქვს უფლება, რომ მე უფრო მეტად მიყვარს მამული ან ასე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ეს რეალობა, ეს აქსიომაა, ნორმალური რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, კონსოლიდირებულნი. ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა მიუთითოთ მათ, თუ ისინი ვერ აკეთებენ კარგად, თუ როგორ და ასე. მათაც ესმით ეს ყველაფერი და უნდათ საზოგადოებისგან დახმარება. ახლა რას ვფიქრობ ჩვენ? ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ საზოგადოების როლი, დევნილი საზოგადოების როლი. მრავალს უთქვია, ალბათ შეიძლება ზოგიერთმა შემოგვედავოს, რომ რამდენს უთქვია, ყოველთვის იყო ამის სურვილი, რომ გაკეთებულიყო ასე შემდეგ, მაგრამ ვერ გაკეთდა, ხო, მიზეზს და სხვადასხვა გამო. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად არ იყო ნება იმისა, რომ სახალხო დიპლომატია ამოქმედებულიყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ეს რეალობაა, რამდენი გულანთებულმა ადამიანმა ინიციატივები გამოამჟღავნა, წასვლაც იყო რაღაც სხვადასხვა ნეიტრალურ ტერიტორიებზე, მაგრამ შედეგი იყო ფაქტიურად ნოლის ტოლფასი. დევნილ საზოგადოებას არ უგზნია, ჩვენს ქვეყანას არ უგზნია, რომ პოლიტიკური მოგვარების კუთხით, გადაჭრის კუთხით რაიმე გადაგო, იმიტომ რომ ნება არ იყო, ხალხს ერთმანეთთან ეპოვა, არც იქ რა თქმა უნდა. ისინი თავისუფალნი არ არიან, თავს არ ეკუთვნიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ყველა, არ გვინდა ზედმეტად დასახელება, ჩვენ ყველა შეგვიძლია ვთქვა, ის მტერია, ის ისეთია. არ გვინდა ბატონებო ეს, ჩვენ ვიცით რომ მათ რამხელა პრობლემები აქვს, თუ ვინ უშლის, რა უშლის ხელს, მაგრამ ეს ყველა ჩვენ თუ გვინდა გონივრულად მიუდგეთ, უნდა გადავჭირეთ მშვიდობიანად სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას, ახალ ხელისუფლებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდა, აქვს თავის პროგრამაში, სამოქმედო პროგრამაში გაწერილი ის, რომ მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ჩვენ მას თვალ ახილული, ესე იგი გონება გახსნილად ვეთანხმებით, იმიტომ რომ ის ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას, ჩვენს კოალიციაში არსებულ პროგრამასა და მიდგომებს ესადაგებოდა ეს მშვიდობიანი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, მთელი დევნილი საზოგადოების წინაშე ვაფიქსირებთ იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ მოხდეს დევნილი ადამიანების კონსოლიდაცია. ანუ აუხსნათ მათ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი, ჩვენ ვართ გათითოკაცებული სამწუხაროდ, პოლიტიკურად, საზოგადოებრივად, ჩვენ თუ გავერთიანდებით, დავსახავთ მიზანს, ჩვენი წიაღიდან წარმოვაჩენთ ისეთ აქტიურ, ენერგიულ, მცოდნე და გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს წიაღში ძალიან ბევრნი არიან, ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს წინაშე დავაყენოთ ჩვენი დეპუტაციის, რომელიც როგორც ბატონმა ზაურმა ბრძანა ფაქტიურად გამოყარეს ხო 2004 წელს, ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად უნდა იყვნენ იქ. შემდგომში არჩევნების დროს, როდესაც მოვა აფხაზეთის დეპუტაცია, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. ეს იყო მანამდე ჩვენი აფხაზეთის კვოტით ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აფხაზეთის წარმომადგენელი იყო. ჩვენი ფრაქცია იყო აფხაზეთი იყო პარლამენტში. ავად თუ კარგად ეს ადამიანები საქმიანობდნენ, ისინი ითხოვდნენ, აყენებდნენ ამ პრობლემას და ყოველ შემთხვევაში დავიწყებას არ იყო მიცემული და წინა ხელისუფლების დროს ფაქტიურად ეს კონფლიქტების მოგვარების პრობლემა არა თუ დავიწყებას მიეცა, არამედ 2008 წლის უგუნურად წარმოებული პოლიტიკის შედეგად ჩვენ თავი ვერ ავარიდეთ აი მონსტრ უზარმაზარ აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან ომს და რის შედეგადაც მყისიერად მივიღეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წოდებული ტერიტორიის ჩვენი ძველი შიდა ქართლის სახელმწიფოებრივი აღიარება. და ეს არა მხოლოდ ამის გამოსწორება, არა მხოლოდ ხელისუფლების ვალი, არამედ ჩვენი დევნილი და ბოლოს კარგი თუ გვეძინა, ჩვენ გვინდა გამოვიღვიძოთ და დავდგეთ იქ და ვაკეთოთ ის საზოგადოებრივი საქმე, რომელიც ჩვენ დარწმუნებული ვარ შეგვიძლია. ბატონო ბერა, ჩვენ დევნილების საქმე დევნილებმა უნდა გადაწყვეტოს, არა სხვა.
რა თქმა უნდა, ყველამ ერთად ხავრობის წარმომადგენლებს აუცილებლად. ძანეთ ბატონიშა, ძანეთ თქვენ ძანეთ, რა სულ ახლა ისე არ გამოვიდეს. თქვენ შეკითხვაზე გეპასუხებთ, იგეგმება თუ არა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენი კონსულტაციები, აუცილებლად იგეგმება, იყო კიდეც ასეთი კონსულტაციები. ადგილობრივ არჩევნებამდე გქონდა კონსულტაციები, იყო თუ არა შესაძლებელი დევნილთა ჩართულობა ადგილობრივ არჩევნებში. რაღაც გარკვეულ მომენტში უბრალოდ ჩვენ არ ვიყავით მზად ამისათვის, მაგრამ კონსულტაციები გქონდა ძალიან მაღალ დონეზე. დღეს კიდევ ჩვენს კოალიციას აქვს გარკვეულწილად მომზადებული ისეთი პროგრამა, რომელიც გვინდა ჩვენ შევთავაზოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ისევ კონსულტაციებიდან გამომდინარე, ვინაიდან მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლის სამთავრობო პროგრამაში იყო ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, წინა თეზისი, სადაც საუბარი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობების პრინციპების შეცვლაზე, ცენტრალური ხელისუფლებიდან მათზე დევნილებთან დაკავშირებული საქმეების მართვის გადაცემასა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტებაზე. დღეს ახალ სამთავრობო პროგრამაში ეს არ არის აღწერილი, ვინაიდან ბევრი რაღაც ისეთი პრობლემა გამოჩნდა, რომელმაც მიიღო ის სახე, როგორიც ახლა არის. ამიტომ გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, რომ შევთავაზოთ წინადადებები, რომელიც შევთავაზოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, ეს იქნება სავარაუდოდ, აი მაგალითისთვის ავიღებთ, არის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის. საქართველოს დიახ, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად ვინაიდან მაინც ეს სადღაც მიბმულია ამ თემას, დევნილი წარმომადგენლობიდანაც აუცილებლად უნდა იყოს. თუნდაც შეიძლება ეს იყოს რაღაც თეორიულ დონეზე, მაგალითისთვის შეიძლება ყოფილიყო ვიცე-პრემიერის პოსტი დევნილი საზოგადოების წარმომადგენლისთვის. დაუშვათ, თუ ეს დიახ, ხო, წინადადება შესაძლებელი თუ არა. დიახ, რაღაც რა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ეს ყველაფერი. აი ბატონ ზურაბთან ერთად რომ იყოს დევნილი წარმომადგენელი სპეციალურად ამ კუთხე აფხაზებთან მიმართებაში, იგივე შიდა ქართლის მის სტრუქტურაში. იგივე კრიზისის მართვის საბჭო არის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, იქაც რომ იყოს დევნილი საზოგადოების წარმომადგენელი. ჩართულობას ვინაიდან ხვალ ზეგ ჩვენი დაბრუნების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მომზადებული პროფესიონალი კადრები, რომლებიც იქ ერთად აფხაზებთან ერთად შეძლებს იმ ტერიტორიის მართვას. ჩვენ თუ დღეს არ მოვამზადეთ, ჩვენ არ ვიცით ეს ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, მაგრამ ეს დასაწყებია. საბედნიეროდ ნელ-ნელა ჩვენ ვიწყებთ ამ ყველაფერს, ამისათვის ბატონმა მერაბმა, ბატონმა ზაურმა, ყველა მზად ჩვენი გაერთიანებაა საჭირო და არა რაღაც ჯგუფებად უახლოეს დამუშავებული გვაქვს უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ კონფერენციის ჩატარებას, სადაც ჩვენი კოალიცია დადებს თავის დოკუმენტს, მოიწვევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველა პოლიტიკური ძალას თუ მათ ეკნებათ ამის, ასე ვთქვათ, სურვილი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც რაღაცნაირად მაინც არის დაკავშირებული დევნილთა პრობლემების გადაწყვეტასთან, ყველა ერთად დავჯდებით მთელი საზოგადოება დევნილი დავდებთ ერთ დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენთ ხელისუფლებას. ჩვენ ხედვებს, ყველა ერთად. ძალა ერთობაშია, არა მარტო ეგ ვიღაცა მოვიდეს და არავითარი ბერკეტები არ გააჩნიათ ზოგიერთებს. მოდით, ბატონ მერაბ და დიახ.
შეიძლება კონდეს კონსტიტუცია ტელევიზია ყავს ხაშურს უყურებს აფხაზეთს არა აქვს უფლება იცით ეს ჩვენი წარმომადგენელი კოალიციის წარმომადგენელი ბრძანებს ახლა და გვახსენებს და რა თქმა უნდა ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ საინფორმაციო საშუალებები არის ის რაც ვინც ახმოვანებს და ვინც ყოველივე იმას მიზანდასახულობებს ნებისმიერი ჯგუფისა პარტიისა თუ საზოგადოებრივი გარტია მიაქვს საზოგადოებასთან მთლიანად და ჩვენ გვქონდა აფხაზეთის ტელევიზია აფხაზეთის ტელევიზია ნუ ფაქტიურად როგორ თქვა და სულ ფორმატიანი თქვენ ტელევიზიის მუშაკები ბრძანდები და იცით ეს ყველაზე უფრო უკეთესად მაგრამ ის იძლეოდა საშუალებას იმისა რომ აფხაზეთის დევნილ საზოგადოებაში არსებული დაგროვილი სხვადასხვა მრავალი პრობლემატიკა გადმოცემულიყო და მიწოდებული იყო ეს იყო ერთ-ერთი საშუალება აგრეთვე აი ჩვენ რასაც ვამბობთ ახლა და რაზეც ვჩივით და ნუ გული გვაქვს მკვდარი რომ იტყვიან კონსოლიდაციისაკენ მიმართული ეს ყველაფერი აიცით როგორ აი ვოლუნტარისტული მოქმედებებით თითქოს და ერთი ხელის მოსმით არ ჭირდებათ ესა და ჩვენც მათ ამას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ იმიტომ რომ ისეთი დრო იყო მართლაც რომ ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების მიღების დრო იყო ახლა აქედან გამომდინარე ეს საკითხები ეს უკვე შესაძლოა ის ნაწილობრივ პოლიტიკური საკითხებია რაც ბატონმა კახამ რძანა რომ ჩვენ რა თუ ვითხოვთ არამედ უბრალოდ რჩევა არის ჩვენი რომ ვინაიდან უფრო მაღალ დონეზე სახელმწიფოებრივად მაღალ დონეზე ავიდეს კონფლიქტების მოგვარების თემა და არავისთვის ეს არ არის ახლა სამწუხაროდ ახალი ამბავი რომ ბოლო წლების განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების თემა აი ყველა იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხთა რიგში რომელიც ჩვენის ქვეყნის წინაშე იდგა პოლიტიკურ სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ იყო თუნდაც ხუთეულშიც არ გადიოდა და როგორ მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ვამბობთ და წუწუნებთ და სწორადაც და ვოცნებობთ იმაზე რომ ქვეყანა გამთლიანდეს რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით და ეს კონფლიქტების თემა იყოს თითქოს და მხოლოდ ვიწრო უწყებრივი რაღაც უწყებრივი ორგანიზაციის დაწესებულებისა არ გამოვა აქ არაფერი თუ დევნილი საზოგადოება ქართული საზოგადოება მთლიანად არ სისხორცებს იმას რომ ეს ყველა ჩვენთაგანი საქმეა არაფერი არ გამოვა ეს საკითხი არ უნდა ჩამოდიოდეს პრესის ტელევიზიის რა ვიცი ნებისმიერი შეკრებების დროს აი პირველ პლანზე უნდა იყოს და რატომ როგორ უნდა იყოს ჩვენ უნდა იყოს ისე რომ ჩვენ ჩამოყალიბებული ერთი სწორი ხედვის შესაბამისად მშვიდობიანი დაბრუნების ფორმებზე და გზებზე უნდა იყოს ერთმანეთს უნდა ვავსებდეთ აი ეს არის და დანარჩენი აი მართლაც უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენი კონფერენცია ჩვენი კოალიცია წერილობით წარმოადგენს მოხსენებითი ფორმებით იქნება გამოსვლებით ყოველივე იმას გაწერილს რაც ჩვენი აზრით საჭიროა რომ გაკეთდეს ხელისუფლება დარწმუნებული ვარ ყოველივე გონივრს გაიზიარებს და თუ რაიმე ისეთი იქნება რომელიც მიუღებელი ის იქნება მიუღებელი მაგრამ ჩვენ შეიძლება ტელევიზიაზე დაუმატებოთ ორ სიტყვას ტელევიზიასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია ეს დავიწყდით 5 წლის წინ მაგრამ სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებასთან ვერ შევძელით ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყიდულობაში მაგ ტელევიზიის წარდგენა რა თქმა უნდა იმათ ეს არ აწყობდა და ვერ მივახციეთ მაგრამ მის მერე რაც მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის ხელისუფლება მაგ ყიდულობაში ხელი შეგვიწყეს ყოველნაირად და დიდი მადლობა მინდა უთხრა დღევანდელ ხელისუფლებას და მთავრობას აფხაზეთის რომ ავადგინეთ ეს ტელეარხი და მადლობა ღმერთს ჩვენ გვაქვს დღეს საშუალება რომ გავიდეთ მასასთან გავიდეთ და ვიყოთ მასთან კავშირში ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვეცით საშუალება დაფიქსირება ცოტა ხანი იყავით და რამდენი ის თქვენ შეგიძლიათ აი თქვენ ორნი შეგიძლიათ ხო დაკეთ გადავიღეთ ერთ ორ კაცს და ერთ კაცს და всё
თქვენ იყავით ცოტა ხანი რომ გადავიღო რაღაც. ხო. არ გამოვა ეგრე. რანაირად. ტელევიზიაში ხო უნდა ნახონ ეს. არა, იყოს მიკროფონი არ მინდა. მიკროფონი არ მინდა, კადრებისთვის მინდა. ხო, კაი თუ გინდათ იყოს რა. აქ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა.